გამარჯობა, მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია, კარგად ხარ, იმედია ხოძე ხარ. დღეს ჩვენ განვიხილავთ DJI-ს ორ სხვადასხვა მიკროფონს, თუ ვისთვის არის ეს მიკროფონი, რომლის ყიდვას გირჩევდი, რომელი უფრო კარგად მუშაობს. ანუ ამ ყველაფერს გავტესტავთ, ამ ყველაფერს შენ თვითონ შეაფასებ. ეს ხმა, აი აქინა ხმა, რომელიც გესმის, მოდის აი ამ მიკროფონიდან, ასე რომ არ აგერიოს ეს ხმა DJI-s მიკროფონებში. ნუ, წარწერაც იქნება, საიდან მოდის ხმა. ჩვენ გვაქვს DJI-s ორი ვერსია, ორივე შეიძლება ითქვას ბოლო ვერსიებია, ერთი გახლავთ DJI Mic 2 და მეორე გახლავთ DJI Mic Mini. ერთი პატარა ვერსია, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა და მეორე არის ცოტა დიდი ვერსია, რომელიც დაახლოებით 1 წელია უკვე გამოსულია ზუსტ თარიღებში. ნუ გამომეკიდებით DJI Mic 2, ნუ რა სახელებია რა არის? ხო შეიძლება დაარქვა რომ მიკროფონი რა, დაარქვი რა ქართულად მიკროფონი DJI რო ხარ ახლა მაგალითად. ნუ შეფუთვა, როგორც ხედავთ, გვაქვს აი ესეთი. ნუ რა თქმა უნდა, ორივე მიკროფონი უკვე გახსნილია. ახლა ნუ ვერ დაველოდებოდი ახლა 2 წელი DJI-ს ახალს როდის გამოუშვებდა და მე გამეკეთები unboxing-ი, მაგრამ აი ეს ზმეიკის ხმა ხომ მაინც არის. აი ეს ხომ მაინც დამიტოვე DJI-ს შეგინაცვა. ეს არის full set-ი, ანუ ამ კონკრეტულ set-ზე ნაყიდი მაქვს კიდე რაღაცა, რასაც ახლავე განახებ, მაგრამ ეს არის მთლიანი set-ი აი ამ DJI Mic 2-ის. მოდი ეს გადავდოთ ჯერ გვერდზე. ნუ პირველ რიგში გვხდება აი ესეთი დამტენი ბლოკი, რაშიც მოთავსებულია ჩვენი DJI-s მიმღები და გადამცემები, ანუ მიკროფონები და მიმღები. ასევე აი ასე გამოიყურება DJI-s მიმღები, რომლის კონტროლი შეგიძლია ჩვეულებრივად, აი აქ აქვს ღილაკი, რომელთაც შეგიძლია მენიუში შეხვიდე, გადართო, გადმორთო, მოკლედ მთელი თემები მოყვება ესეთი რაღაცა. ასევე გვაქვს ორი მიკროფონი DJI-სგან, რომელიც თავის დროზე მე ვიფიქრე, რომ იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ განსხვავებული იყო ძველი მიკროფონისგან, იმით რომ გამჭვირვალე იყო და ძალიან დაპატარავებული იყო პირველი ვერსიიდან ეს ვერსია. მაგრამ შემდეგ როცა ვნახე mini ვერსია, უკვე რა თქმა უნდა შემეცვალა წარმოდგენა. მოკლედ, ამ ჩარჯერში ჩვენ გვაქვს, ანუ დამტენ ბლოკში ჩვენ გვაქვს აი ესეთი ორი მიკროფონი, აი ესეთი გადამცემი, ასევე გვაქვს iPhone-ის გადამყვანი და ასევე გვაქვს Type-C გადამყვანი, თუ გსურთ რომ ეს მობილურში შეაერთოთ. აი ამ დამტენში მეტი არაფერი არ დევს ფაქტიურად, ეგ არის. აი ეს მეგობრებო გახლავთ გადამყვანი აი ამ ჩვენი მიმღებისთვის და რაში გჭირდებოდა ჩვენ ეს გადამყვანი? ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ კაბელების გარეშე შეგვიძლია აი ესე მარტივად შევაერთოთ ჩვენს კამერაზე და აი ეს კაბელი უკვე აღარ დაგვჭირდება, რაც უფრო კომფორტულს ხდის, მე ვფიქრობ ამ მიკროფონის გადამცემის დაყენებას კამერაზე. ეს ერთი, მაგრამ არ გეგონოთ რომ ამიტომ გამოუშვეს ეს ამიტომ რომ გამოეშვათ, გამერწმუნეთ, ჩააყოლებდნენ თვითონ უკვე მიკროფონში, ეს უნდა შეიძინოთ ცალკე. პრობლემა ამ მიკროფონს ჰქონდა, გადამცემს უпроსტად ჰქონდა ის, რომ ეს კაბელი, მოკლედ რომ ვთქვათ, არ იყო მაინც და მაინც კარგი იმ ხრივ, რომ ხანდახან ხმას კარგავდა, ხანდახან რაღაცა ხმებს უშვებდა, დამატებით ხმებს, აუდიო ხმებს, რაღაცა წუილის ხმებს უშვებდა კამერაში და ნუ ეს რო შეამჩნიეს, ბევრმა იუთუბერმა ვიდეოს გააკეთა ამაზე და მოკლედ DJI ამ კაბელს ვეღარაფერს ვეღარ უზავდა თვითონ ამ device-ში და გადაწყვიტეს მოკლედ რომ მოდი ამდენის გაკეთებას, მოდი კიდე გავძარცვოთ ხალხიო და გამოუშვეს ესეთი device-ი, ვითომ რომ მოეგვარებიათ ეს პრობლემა. სინამდვილეში პრობლემა მოაგვარეს ისევ ჩვენი ხარჯით, რომ ჩვენ ვიყავით იძულებული რომ გვეყიდა ეს აი ესეთი device-ი, რასაც რა ვიცი, მაინც მივესალმები მიქვია, მაგრამ ნუ ჯობდა რომ თავიდან გამოეშვა. აი ეს ყველაფერი დაახლოებით არის $400 ამბავი. აი ეს სეტი რო იყიდო, დაგიждდება დაახლოებით $400 მეგობრებო. აი მეგობრებო, mini ვერსია გახლავთ მოვიდა უпроსოდ აი ესეთ პატარა კაბურაში. ნუ რა თქმა უნდა, mini ვერსიაში გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ უმეტესად mini ვერსიას გამოიყენებდნენ სავლოგაოდ, ტელეფონისთვის იქნება ეს თუ კამერისთვის. ასევე მოგცეს ფერის არჩევანი, მეგობრებო, შეგიძლია გამოიწერო თეთრი მიკროფონი, შეგიძლია გამოიწერო შავი მიკროფონი. მოკლედ, მინის შემთხვევაში შენ უფრო თავისუფალი ხარ ამ ამბავში, ვიდრე მაგალითად Mic 2-ის შემთხვევაში,
ჩვენ ავდექით და გამოვიწერეთ ერთ მიკროფონიანი ვერსია, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია დავამატოთ მეორე მიკროფონი, როცა ჩვენ ამას საჭიროდ ჩავთვლით. მოკლედ რო ვთქვათ ეს ამბავი. USB კაბელი Type-C-ით, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ტენის როგორც მიმღებს, ასევე მიკროფონს, ამას ახლავე განახებთ. ეს კაბელი თვითონ მოყვა. ეს გახლავთ ჩვენი მიმღები, მეგობრებო. ჩვენ ამ მიმღების შემთხვევაში როგორც ხედავთ, არ გვაქვს არანაირი ეკრანი, ანუ მონიტორინგს, პირდაპირ მონიტორინგს ვერ უკეთებთ ჩვენ ამას. ეს გახლავთ მეგობრებო მიკროფონი. აი, დახედეთ თქვენ თვითონ და თქვენ თვითონ შეადარეთ შემდეგ, ანუ განახებთ ამასაც, რა პატარა არის ეს მიკროფონი, სასწაულად პატარა არის. მაგნიტის შემთხვევაში მაგნიტიც დაპატარავებულია, როგორც ხედავთ. გამასხვავებელი, ჩვენ აქ არ შეგვიძლია ხმის ცალკე მიკროფონში ჩაწერა. ეს არის დიდი ფაქტორი მინის, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ აი ამ მიმღებზე, სხვა შემთხვევაში ჩვენ ხმას აქედან ვერ მივიღებთ. თუ მიმღებსა და მიკროფონს შორის ხმა გაფუჭდა, ეს იქნება ჩვენი საბოლოო შედეგი იმ ხმის, რასაც ვიწერთ. სულ ეგ არის ჩართვის ღილაკი და არის დამაკავშირებელი ღილაკი. რავი. ასევე ამას მოყვება ესეთი პატარა დაკი, რომელიც არის Type-C-ზე, Type-C-ს ვაერთებთ. ამაზე ვდებთ ჩვენს მიკროფონს. აი ასე და იტენება. ანუ დაკის გარეშე ამას ვერ დატენი. მინდა გითხრა, აუცილებლად საჭირო იქნება დაკი, აი ესეთი პატარა დაკი, რომელიც ესე მაგნიტზეა და ჩვეულებრივად მაგრდება. ეს არის და ეს. იდე რა გვაქვს აქ ახლა? როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ ერთ მიკროფონიანი ვერსია. არის ასევე ორი მიკროფონიანი ვერსია, ფასები ამონათდება სადღაც რაღაცა იქნება, არ გავწირავს ღმერთი. ეს გახლავთ windscreen-ი, dead cat-ი, როგორც ჩვენ დიდის ვერსიაში გვაქვს. ეს უფრო სასიამოვნოა, ესეც კლიპებზეა, როგორც იმ მიკროფონის შემთხვევაში იყო. დავამაგროთ. აი ესე გამოიყურება, როდესაც windscreen-ს დაუყენებთ, ანუ ამ dead cat-ს დაუყენებთ. ძველი iPhone-ის გადამყვანი არ მოყვა, მხოლოდ მოყვება ესეთი Type-C, ახალი iPhone-ები უკვე Type-C-ზეა, Android-ის ტელეფონები უკვე კაიხანია Type-C-ზეა და ამიტომ მოაყოლეს მხოლოდ ეს. გამოვედით გარეთ, რათა გავტესტოთ ეს ორი ძალიან მაგარი მიკროფონები, მეგობრებო, მინდა გულწრფელი ვიყო ამ ამბავში. პირველ რიგში, სანამ ამ ტესტს გავაკეთებდე, მინდა იცოდე ჩემი სუბიექტური აზრი, თუ შენ ამ მიკროფონზე ფიქრობ, რომელი შევიძინოვო, პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ თუ პროფესიონალურ დონეზე აპირებ ხმის ჩაწერას და გინდა რომ პრობლემები არ შეგექმნას, Mic 2 არის მე ვფიქრობ უკეთესი ვარიანტი იმის გამო, რომ ახლა ჩვენ კამერამ რომ დაკარგოს კონექშენი მიმღებსა და მიკროფონს შორის, ჩვენი მიკროფონი დაყენებულია ჩაწერაზე და ეს ყველანაირად მოგცემს მაინც აუდიოს, ანუ პრობლემა არ შეგვექმნება. თუ უბრალოდ სავლოგაოდ გინდა TikTok-ების გადასაღებად და YouTube ვიდეოების გადასაღებად, მე ვფიქრობ mini ამ შემთხვევაში არის კამფეტი. ხო, რას გავაკეთებთ ახლა ჩვენ? როგორც ხედავ, ორივე მიკროფონზე დაყენებული მაქვს ქარისგან დამცავი, ორივე მიკროფონის რისივერი დაყენებულია -12 გეინზე, ასე რომ ხმები თანაბარია. ერთადერთი განსხვავება რაც არის Mic 2 შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს გადამყვანი, სპეციალური გადამყვანი, რომელიც ცალკე შევიძინეთ, რომელიც შეერთებულია, გადამყვანით არის შეერთებული პირდაპირ ვთქვათ კამერაზე და mini შემთხვევაში ჩვენ ვართ შეერთებული პირდაპირ კაბელით, ანუ მიმღები შეერთებულია კაბელზე, კაბელი შეერთებულია მოკლედ კამერაზე და მაგრაცივა. მოკლედ გავიაროთ და ერთად გავტესტოთ, თან დააკვირდი და გაიგებ რომელი ხმა, თუ ხმა დაიკარგა, მაგასაც შენ თვითონ ნახავ, წამო. 1-2 მაგარი ცივა, მეგობრებო, მინდა გითხრათ. ახლა ბარიერი ამ კამერასა და მიკროფონს შორის ის არის, რომ ჩემი ზურგით ვგავარ და იმედი მაქვს ისმის ეს ყველაფერი. ახლა ვდგავართ დაახლოებით, რო არ მოგატყუოთ 25-დან 30 მეტრაზე კამერიდან და ასე ისმის ხმები. ეს გახლავთ DJI Mic Mini, როგორ გესმის Mini და ახლა გახლავთ DJI Mic 2, Mic 2 როგორ გესმის Mic 2. მოკლედ იმედია ისმის და იმედია არ გამწყდა რა კონექშენი. მოდი გავიაროთ კიდე ერთი 20 მეტრა და იქიდან შევამოწმოთ. ისე მეგობრებო,
ეს ზურგი დგომა, იქ შეიძლება იყოს დაბკოლება. ნუ მინის შემთხვევაში სხვა გზა არ არის, გაგვიფუშტა ხმა, თუ არის მის ხმა და მაიკ 2-ის შემთხვევაში ჩვენ ხმა მაინც გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ მიკროფონში ვიწერთ ამ ხმას, კიდევ დამატებით, რაც არ შეუძლია გააკეთოს მინის. ახლა როგორ ისმის ჩემი ხმა? ეს გახლავთ დაახლოებით 100 მეტრა იქნება, მეგობრებო, კამერიდან. ლინზამ არ მოგატყუოთ, 200-იანი ლინზა აყენია, ამიტომ უფრო ახლოს ჩანვარ, ვიდრე რეალურად არის. მოდი ახლა გავტესტოთ DJI Mic 2, Mic 2 როგორ გესმის Mic 2, ჩვეულებრივად საუბრობ, არანაირი შიგნით ლაპარაკი მიკროფონში, ჩვეულებრივად საუბრობ, ორივე თანაბარ მდგომარეობაშია დაყენებული. Mic Mini 2. როგორ ისმის Mini 2? ეს გახლავთ პატარა მიკროფონი Mini 2. იმედია ისმის ჩემი ხმა. მოდი გავიაროთ, შევიდეთ ტყეში დაახლოებით კიდევ 20-25 მეტრა, ამოვიფაროთ ხეებს და ნახოთ როგორ იმუშავებს ესენი. გავიარეთ. მაგრამ ცივა, როდის უნდა გამოვიდეს ამ ინდებით? ახლა მეგობრებო, არ ვიცი მხედავთ თუ არა. ვიმყოფებით დაახლოებით 150 მეტრაზე, შეიძლება თამამად ითქვას. ახლა ვსაუბრობ Mic Mini-თ, Mic Mini როგორ გესმის ჩემი ხმა Mic Mini, იგივე პირობებში DJI Mic 2, Mic 2 როგორ გესმის ჩემი. როგორც აღვნიშნე, თუ ხმა უკვე გამწყდარია და ჩემი ხმა კამერაში აღარ შემოდის, ახლა ეს ხმა სავარაუდოდ აი ამ მიკროფონიდან გესმის Mic 2-დან, რომელიც თან იწერს ამ ჩემ ხმას. და ნუ ეს უკვე პლუსია, როგორც აღვნიშნე, აი ეს პრობლემები არ გვაქვს. ნუ ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ ანუ რა არ უნდა დაგჭირდეს წესით 150 მეტრაზე კამერის დაყენება და შენ ტყეში შეხსვლა, მაგრამ არ იცი რა დროს გამოგადგება. ამიტომ ეს პლუსია. თუ ხმა გამწყდარი იყო და რომელიღაცას დაკარგული ქონდა კონექშენი, აი ახლა შევამჩნევთ, როდის დაიჭერს ეს ხმას. ახლა ვარ დაახლოებით 30 მეტროზე კამერიდან და უახლოვდებით კამერას ახლოს, დაახლოებით 20 მეტრი, დაახლოებით 15 მეტრი, დაახლოებით 10 მეტრი და ახლა გახლავართ მეგობრებო 5 მეტროში დაახლოებით. ეს იყო ტესტი, შენ შეაფასე. როგორც აღვნიშნე, თუ პროფესიონალურად გსურს მიკროფონის გამოყენება, გირჩევ Mic 2-ს 100%-ით, არანაირი წყალი არ გაუვა. მე რა რომ ცოტა დიდია, მთავარია უფრო მეც აკეთებს ვიდრე Mini და თუ უბრალოდ სავლოგაოთ და უბრალოდ რაღაცა კაი მიკროფონი გინდა, რომ უცებ რაღაცეები ჩაწერო ხოლმე, სადაც არ ჭირდება რომ ტყეში შეხვიდე და კამერა გარეთ დატოვო, მაშინ Mini არის იდეალური. ასე მგონია მე, მაგრამ მე არ ვიცი ახლა რა ჩაიწერა. შენ შეაფასე კომენტარებში, ველოდები შენ კომენტარებს. წავედით.